და დავუბრუნდეთ ისევ ბავშვებს, რომლებიც სულ მოუთმენლად ელიან ხვალინდელ დღეს, 1 ივნის, ანუ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ალბათ განსაკუთრებით ელიან იმ ღონისძიებებს, იმ საზეიმო კონცერტებს, რაც იგეგმება ხვალ მთაწმინდის პარკში. ელიან მართლა სულ მოუთმენლად ელიან და ჩვენი კორესპონდენტი ანა მასხარაშვილი იმყოფებოდა მთაწმინდის პარკში და მოგვიყვება ვინ და როგორ ულოცავებს ბავშვებს. ჯამბაზი ჩიპო პატარა მაყურებლებისთვის საცირკო ნომრებს ამზადებს. მხიარულ პერსონაჟებთან ერთად ბავშვებს უნიკული ორზა ელოდება. მრავალფეროვანი პროგრამა იქნება, ძალიან იქნება პროგრამაში ილუზიონისტი, ჟონგლიორი და თოჯინები, ლოლიტა ბობი. 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთაწმინდის პარკში ყველა პატარასთვის საზეიმო და განსაკუთრებული იქნება. თოჯინების თეატრი, საცირკო ნომრები, კონცერტი და ბევრი სურპრიზი სპეციალურად მხოლოდ პატარებისთვის. ზეიმე, ასე ვთქვათ, ბავშვების დაიწყება ფუნიკულორზე, სადაც თავისთავად საინტერესო და შეიძლება ბავშვებისთვის ატრაქციონიც კი იყოს ფუნიკულორი და არა მარტო გადაადგილების საშუალება, სადაც ზღაპრის გმირები მიულოცავენ ამ დღეს ბავშვებს, ამოყვებიან და გაართობენ. მთაწმინდის პარკში მოსულ სტუმრებს აუცილებლად ექნებათ შესანიშნავი განწყობა, ამისთვის ზრუნავთ ჩვენ რომ ესე იყოს. იქნებათ საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობის გამოფენა გაყიდვა, რა თქმა უნდა, ვიქტორინა, უამრავი სიურპრიზი. კონცერტისთვის ბოლო შტრიხებს ამუშავებენ. სხვადასხვა სტუდიებისა და ბასტი ბუბუს ბავშვები აქ მოსული სტუმრებისთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. 1 ივნის ტრადიციულად ვატარებ უკვე მე-7 წელია ღონისძიებებს და ჩემი ბავშვები იმღერებენ ცნობილ ჰიტებს, უცხოურს, ქართულს. გვექნება განსაკუთრებული პროგრამა, ეს იქნება ბავშვებისთვის საყვარელი მიუზიკლებიდან, მულტფილმებიდან, მათ საყვარელი გმირები, სიმღერები და რა თქმა უნდა ყველაფერი საბავშვო. 1 7 8 1 2 3 და მოვემწრე. სხვადასხვა ზღაპრის გმირები ბავშვებს პარკის შესასვლელში დახვდებიან და პატარების უკეთესი განწყობის შექმნისთვის იზრუნებენ. მათთვის საყვარელი ატრაქციონები კი მთელ დღეს სრული დატვირთვით იმუშავებს. მთაწმინდის პარკი პატარებს 1 ივნის დილის 11 საათიდან ელოდება. ხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდება. გელოდებით 11 საათზე. მოკლედ, ნამდვილად დიდი ზეიმი და დაუვიწყარი დღეელით ხვალ პატარებს. და ჩვენ გავიდეთ რამდენიმე წუთით რეკლამაზე, რომელიც მალე გაივლის და ჩვენ დაგიბრუნდებით ისევ.